მარიკა! მარიკა! მოდი, მოდი! ანდრო, არ არის მამა, ხან ვაბრახუნე, ხან ვეძახე, ეთყობა სოფელში წავიდა. რა ვქნათ? მე რატომ მეკითხები? აბა ვის ვკითხო? კაი ბატონო. ჩემს სულ ერთია. მიხო? რა ვქნათ? მიდი დადექი. რა ხდება? რა ხდება? ხდება. რაზე მეკითხები? მამა შენ. აქ რატომ ცხოვრობ? მოიცა რა. სიტყვას ვერ დაგაცდენინებს კაცი. მითხარი. გაშვები! გაშვები! ხილა! გაუსვი! ანდრო! იშვალე! გამიგიცხე! აკეთა ვერ გაახცევ. მოიხედე? ამშვი აღამისას ერთი უნდა დაგელოდო? არა. დაგელოდო? არ გვინდა არა. მიხო არ გადაიღო ბავშვი. ეხლა გაგახსენდა ხო ბავშვი? ხო გამახსენდა. კარგად, კარგად. ძლებს დავრჩით მარტო. ჰა? გამიშვი. მოიცა. აღარ მახსოვს რომელი სადარბაზო. აი ეს თუ გამიშვი. არ გაგიშვი. მოიცა. არა, აი ეს არის. არ დამტო. ერთ წუთი ჩამოვა. ციგურ მიყვარ ხარ. აი დაჭიქრე დამიცადე. წავედი. მაშინ მეც წამოვალ. არ წამოვალ. არ წამოხვალ, არა. კარგი რა, ვირა გიყვა, ბები ახავს ავად და ვირა. ბებია დამენახო. წადი. ბაცონა. ორი. წადი. გოგი, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისათვის. ამჟამად რაზე მუშაობთ? ეხლა ხან დავამთავრე ჩემს ახალი საორკესტრო პიესა, რომელსაც დავარქვი სახელად სევდიანი მოგონება. ეს გამოწვეული იმით, რომ პიესა მიუძღვენი ჩემს ძვირფას პედაგოგს დავით ტორაძის მისხსოვნას. პირი მოდანილი მაქვს სტუდიაში და ეხლა სიამოვნებით მოგასმენიერთ.
რამდენი გინდა? ჩვენი ადგილი აღარ არის. მე ისე მივეჭვი, მიხოს ჩხარდი, უკვე აღარ მაქვს რეაქცია. ისე ის ტიპი როგორ მოგეწონა? ის მაგარებინი მე. რა აპარატურა. აბა, რამდენი მამუშავა, მაგრამ მე მგონი გადაგდებას მიპირებს. ვინ? არა, ახლა აქ მოვა სოთუში. ვინა? ბონდო. აქ? აქ რა უნდა? დედა ჩემის ამბავი არის.
ხათუნა? ხათუნა, ვიცი რომ აქ ახარ გამიღე რა. გესმის? რა იყო? თავი დამანები ძალიან გთხოვ არ მომეკარო. რა, ცუდად ხო არა? ჰა? თავი დამანები გთხოვ. მე ყველაფერი მესმის. რა გესმის? შენ შვილები გინდა. რა? ხო, ანდრო. რას ხათუნა? რა ჩემია მე. კარგი გვეყოფა, წავიდეთ. აი რა დარჩა ჩვენგან. გამოგივიდა. არაფერი. რა გატირებს? წადი დაიძინე. ჩემთვის სულ ერთი რომ იყოს არ შეგეკითხებოდი. ნუ მაწვალებ რა. მე არ გაწვალებ. უბრალოდ მინდა ვიცოდე რა გატირებს. დაიძინე. შენ აქ იტირო მეწავიდე დავიძინო? გამოგებინე რა ხდება. რა გინდა? რა გაინტერესებს? ვერ ხვდები რა გვემართება? ვერ მაპატიე. არ შეგიძლია. შენი საღამოს ვერასოდეს ვერ მაპატიე. გაჩერდი რა. იცი რატო დავდივარ ყოველ საღამოს ხან კინოში ხან სტუმრად? იმიტომ რომ მარტო დარჩენის გვეშინი. გეზიზღე, მეც მეზიზღები. გაჩერდი ხათუნა. მაშინ და მომკვდარი ხარ, მაგრამ გადამჭი ხო ხედავ რომ გადამჭი. 6 წელია ყოველ ღამე წვები დასაძინებლად და ერთმანეთს ნატრობ მალე გადანდებოდეს. კარგი, გაჩერდი ხათუნა, არ გინდა. გადანდება და იწყება ეს ტყუილი აღარ შემიძლია. ხათუნა, ხათუნა. არ გინდა ხათუნა. რა ლამაზი ტყუილია. რა კარგად დაიწყოს. არ მჭირდება შენი ჩაცმა. არ მჭირდება ეს. შენ მჭირდება. შენ გჭირდება შენ. ერთ რამეს ნატრობ. აღარაფერი აღარ მახსოვდეს. გეყო. დაწყნარდა. დამაყობა. კარგი გეყო. ვერ
მიხედავ რომ არანორმალური ვარ. შენ ამდღოფი ხარ. აბატყოფი კაცი გესმის? გესმის რას გეუბნები? აბატყოფი კაცი ხარ. გესმის? გესმის რას გეუბნები? თუ გესმის რას გეუბნები? თუ გესმის რას გეუბნები? გესმის? გესმის რას გეუბნები? გესმის? ბიდი დამარტყე. ბიდი. ბიდი. ანდრო ვარ. მამა, ანდრო ვარ. გამარჯობა. ხო? არ გესმის? რაღაცი თქმა მინდოდა. დღეს გადავწყვიტე რომ გითხრა. ოღონდ ძალიან გთხოვ, ბოლომდე მომისმინე. ყველაფერი მინდა გითხრა. აღარც ვიცი ხეირიანად ვინ ახარ, რა კაცი ხარ? აღარ მახსოვ ხარ. ერთხელ მაინც იკითხე უჭირ დულხინ შენ შვილებს, არ იკითხე, არა. ყველაზე მეტად რომ ჭირდებოდი, მაშინ დაითესე. საერთოდ რას გვაჩენდი? წახვალ შეძვრები შენს ბუნაგში. ტყუილად გონია რომ ასე თავს უშველი, ვერ უშველი. სად უნდა გადაიკარგო დედა ჩემი რომ დაგავიწყდეს? ვინა ხარ? ვინა ხარ? ვინა?
შენი თავის გარდა არაფერი არ გაინტერესებს. ფეხებზე კიდია ყველაფერი. ვინ ახლა შენ? ეს ის ხეთი. Уважаемые пассажиры, пометь условиям, сильный туман, аэропорт закрыт на прилет и вылет до завтра 17 часов. Внимание, повторяю. Уважаемые пассажиры, пометь условиям, сильный туман, аэропорт закрыт на прилет и вылет до завтра 17 часов. ეს შეიკანის საბოლოო აღარ იქნება. აეროპორტი და შეშინდება მან. ნუ გეშინდა ყველაფერი კარგად იქნება. ვაშკაცი არ მოგათავსებს. ვაშკაცები არ ახალ კაცო, გამოგივით. კიდე კაი უკანაისა და გამო. ბავშვებო, დაწმარდით, ყველა დაეტევით. დათუნა, მოდი ჩემი ბიჭი. აი ეს. აი ეგრე გენეც. ჩამოიცი. ლევან, მოდი ერთ. აი ეგრე. დაიდე, ნუ გეშინი, არაფერი არ მოუვა. ყველა დაეტევით. უჩა, შენ გეუბნები. ახლა ერთად ნუ გაგიჟდები. სასტუმროში ვერ მოაწყვეთ ეს ბავშვი. სად არის ალბათო მაგ სასტუმრო? ამ ქვეყანაში თოვლია მარტო სამყოფი. ასეა ტაქსი. კაცებდებიან. ჩაიხუტეთ ერთმანეთს და გადფეთით. მარტო გეუბნები. მოდი, ბოჭხარ. Почему расшумелись?
Вы что, порядка не знаете? Это вам не концертный зал. Они не расшумелись, они поют. Поют, чтобы согреться. Я же обращался к вам устроить их как-нибудь. На полу валяться положено, а опять не положено, да? Не морочьте мне голову. Это вы нам голову морочите. Вы мне тут не указываете, что я должен делать. Я вам не указываю, вы сами должны понимать. Мой долг. Да. Им говорят, вашего, им говорят. За порядком. Все, товарищ. Гачи, раз. ანდრო შენ ახარ ფარდა გადაწიე. დაჯექი და დამელოდე, ახლა ეგ გამთავისუფლდები. მიხო როგორ არის? მიხო. რა ვიცი მე როგორ არის? ამოიღამა თვალები იმ თავის ლაბორატორიაში. ეხლა რაღაც წრე გახსნა გორში, იმ წიგნსაც ეხლა ამთავრებს დავით გარეჯზე, მოკლედ საერთოდ ვეღარ ვნახულობ სახლში. დიდი მადლობა. არაფერს გაბატონო ქეთევანი. ой, რატომ წუხდებით? რა სიწუხება? დიდი მადლობა. კარგად იყავით. ნახვამდის. ეს ჩემი ძმა. ანდრო, გაბატონო. სასიამოვნოა. მარიკამ ყველაფერი ამიხსნა. დღესვე მოველაპარაკები ჩემს მეუღლეს. ხვალვე შეგიძლიათ მიხვიდეთ სასამართლოში. ყველაფერი კარგად იქნება. ნუ რა ფრის შეგეშინდებათ. რისი გაკეთებაც კი შეიძლება იმაზე მეც გავაკეთებინებ. კარგად იყავით. ხო, ეს ჩემი ვიზიტკაა. კარგად იყავით. არ გავიწყეთ დღეში სამჯერ. მადლობთ. ნახვამდის. რაღაცა ვერ გავიგე. რატომ ერევით ჩემ საქმეებში? როგორ მე თვითონ? საინტერესოა შენ როგორ მოიქცეოდი ჩემ ადგილზე? გამარჯობა ანდრო, როგორ ახარ? გამარჯობა ვართ რა. რატომ დაგვივიწყე, რატომ არ შემოგვივლი? არა, შემოვიარე, მომენატრეთ და შემოვიარე. მარიკა ის კრემი მომეცია. ახლავე. აი მე რას გვევა? მოდი. ოღონდ არ უთხარ. არა, როგორ გეკადრე. შემოგვიარე. აუცილებლად. გეძებ. არ ვიცი სად ახარ. კაციშვილმა არ იცი შენი ასევალ დასავალი. შენი ცოლისგან ხო საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგე. ურტყუნებს აქ რაღაცას. მიმალავს. თუ იჩხუბეთ ბატონო ის მაინც გამაგებინე. შენ რატომ უნდა იყო ქუჩაში და ის ქალბატონი დედაჩემის და მამაჩემის სახლში? აი ეს შენი საქმე არ არის. ძალიან გთხოვ ასე ნუ მელაპარაკები. სხვა თუ არაფერი ცოტათი მაინც ვარ შენზე უფროსი და ცოტა მეტი განეკება.
შენ გონია მე ვერაფერს ვერ ვხედავ და ვერაფერს ვერ ხვდები არა? დღე და ღამე მუშაობ, წელებზე ფეხს იდგავ იმის გულისთვის, რომ რაღაც ფული იშოვო და იმ ქალბატონს ჩააცვა და დაახურო. იმას კიდე აქეთ აქვს პრეტენზიები, რატომ გამაგებინე, რატომ? რაღაცას მაინც წარმოადგენდეს. ბავშვები მაინც არ გინდათ, კაცო, ამ ჩემ შვილებზე რო ხარ გადაყოლილი. შენი არ გინდა? საიდან გაქვს ამდენი ბოღმა? რა თქვი? ბოღმა საიდან გაქვს მე ამდენი? მაგ ბოღმა? ძალიან დიდი მადლობა. აი 7 წელია ჩემი ცოლია. და შენ ვერაფრით ვერ შეეგუე. რატომ? შენ რა დაგიშავა? და საერთოდ საიდან მოიტანეთ რომ სილდებით, შორდებით, სასამართლოებში საქმეებს იცი რა მიწყობ? ბოლოს ისე გამოიყვანთ მე დამბრალდება ყველაფერი. არა, შენ არავინ არაფერს არ გაბრალებს, ოღონდ მე თავი დამანებე. დანებებული არა მაგ. საერთოდ ვერ დაგათრიე მამასთან. ვერ წამათრევ. შენ აპატიე, მე ვერ ვაპატიე. და შენ ამბობ რომ მე ვარ? ხო, შენ ხარ ბოღმა. არა. ოი ღმერთო. შენც ხომ იცი რომ 2 წელი დედას ნიცევს საერთოდ ვერ მივეკარე. უჯრაც კი არ გამომიყი. გუშინ წინ ისე მომენატრა რომ ვიფიქრე გავქიშდები მის რამე ცხელი რომ არ შევალო მეთქი. კარადა გამოვახე. ნეტა არ გამეხო. ნახე რა ვიპოვე. ვიღაც კაცის წერილები. ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო ადამიანო, ჩემო თამარა. მაპატიე რომ მაშინ არ გიპასუხე, რომ იცოდე რამდენი მიგროვდება სათქმელი. თან ყველაფერი მნიშვნელოვანი და აუცილებელი. მაგრამ ჩამოდიხარ და ყველაფერი მავიწყდება. ყველაფერი ისეთი უმნიშვნელო ხდება. 1000 გვარ სისულელეზე ვლაპარაკობს. გახსოვს წასვლისას ხელდათმანი დაკარგე, ახლა შემიძლია გამოგიტყდე რომ მე მოგპარე ბალიშის ქვეშ ვინახავ პატარა ბიჭებით. თვალებს ხუჭავ და შენ სიახლოვეზე ვფიქრობ. თითქოს აქვე ხარ ჩემს გვერდით. ძვირფასო საყვარელო ადამიანო. მე მხოლოდ იმ 2 დღის მოლოდინი ვცხოვ, როცა შენ ჩამოდიხარ. იცი ცოტა შენ ქმარი გყავს, შვილები. მაგრამ მე ხომ ისედაც დამცინა ბედმა, როცა შენი თავი დამაკარგინა. ჩემო სიცოცხლე, მე ვერავის წავართმე შენს თავს, მაგრამ როგორც სასიკვდილოდ განწირული ადამიანი, ისე ვეჭიდები იმ წუთებს, როცა ჩემთან ხარ. ჩემო წმინდა, ჩემო კარგო, სათნო, ჩემო თამარ. მაპატი, გელი, უდამ გელი, ოი ღმერთო, რა საშინელება, ღმერთო. დავიბენი ანდრო, დავიბენი. აღარ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრე. გამარჯობა მამა. რატომ მოხვედი? მიპასუხე, რატომ მოხვედი?
დადი! დადი აქედან! ადაკიდან დადი აქედან! დადი! დედაშენს ასეთი ლაპარაკი. სხვა ქმარი ყავდა დედაშენს. 44-ში დაქორწინდნენ თუ არა, ომში წავიდა და უგზო-უგზო დაიკარგა ის სტუდენტური. დედაშენი დიდხანს ელოდა, თითქმის 10 წელი. ჩვენ ომის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს. 7 წელი უცდიდი, მერე თქვენს გაჩდით. დედაშენი კი მაინც ელოდა, თითქოს გრძნობდა რომ ცოცხალი იყო. როცა ყველამ დაივიწყა, როცა ყველამ დაკარგა იმედი, დედაშენმა მაინც იპოვნა. ცოცხალი, მაგრამ ხეიბარი, უხელო, უფეხო, მარტოხელა, რუსეთის რომანიკას მიგდებულ სოფელში. ის შეგრებულად არ დაბრუნდა. არ უნდა და ვინმე შეეწუხებინა. არ უნდა და ვინმე შეეწუხებინა. ალბათ პატიოსთან კაცი იყო და იმიტომ იმასთან ჩადიოდა დედაშენი. ვიცოდი რომ სიბრელული დადიოდა, მაგრამ ვეჭვიანობდი, გესმის? ვეჭვიანობდი! აბა არ შემეძლოს ყველაირად. ავდექი და ბოლოს დადი! ყველაირად არ შემეძლო მაშინ. როგორ მოიქცევდი ჩემს ადგილას? ზუსტად ისა მოიქცევთ როგორც მე. ახლა გიწადი სადაც გინდა. არ გაგადო დედაშენს ესეთ ლაპარაკი. მოშორდი აქედან. აიღო. მამა, რა მოხდა? აბე, არაფერი. რა გქონდა ახლა? ახლა დავწევი და გამივლის ალბათ. აბა შენახანა. მოგმა. დაგანგრევს და გაგანადგურებს. ყველაზე საშიში და საწოდავი მოღმიანი კაცია. თბადიება არ შეგიძლია. კაცი არა ხარ. და მოგმა შეჭამა. ეს ქვეყანა აგის დედაც ვატირე. ისევე და ყველაფერი ვიცი. მიხო დადის ჩემთან შევატკბირას. ვია? მიხო? მიხო. ხანა. ბავშვები სამყაროს ხოლმე. უყურე შენ მაგას. მიხო. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. გახსოვს? ადრო. ველოსიპედის დარებას უდასწავლდი. მერე შედაბარეგო რომ ღობეში ასდი და ერთ ეგვი ადგილას შუბლი რო გაგისდა. ამასოს გო. ზრალდე დიტირა დედაშენმა.
ხვერტო. ხათუნა ხათუნა მოდი აქ ხათუნა ერთი წუთით მოდი რა
თვის მოვა. რა ვიცი. ანდრო. გამჭყლიტე შენ. გაბერილო შენ. მარიკა რა საჭმევან ბავშვს? ყოველ მოსვლაზე ხონე რომ ემატება. როგორ ახლა? ხო ეფერებ. ვაითმები. გიხდება იცი? დედამ თქვა არ მოვა. მე უთხარი შაბათია და აუცილებლად მოვამეთ. როგორ არ მოვიდა? ბილეთები იყიდე? არა ვერ ვიშოვე. ხო სერიოზულად გეკითხებ. ხო ვიყიდე. შენ ორი გიყიდე. შეიძლება ერთ კამზე ვერ დაიყიდე. კაი რა ანდო, გამიწყალე გული, არ შეიძლება რომ შემეშვა კაცო, სულ ესე მე რა არის ეს როგორ იქცევი? წესიერად. ანდრო როგორ ახარ? შენ, ჩემი კლასელი ბირჩიკაშვილი, ხო იცი? ბირჩიკაშვილი როგორ არის? იმან მითხარ რომ ბიძა შენი მაგ ბილეთებს ვერ იშოვისო, ხო და მე მაგრად გამისწორდა რომ იშოვი, იმიტომ რომ მას ძალიან გაუტყდება. ვარიანტი არ არსებობს, მაგას შენი ბიძა ვერ გააკეთებს. ნუ გამაგიჟე, რა არის ეს ვარიანტი არ არის, რა არის ეს გამისწორდა. ადექი ახლა იმეც არ ნეთორე ფეხს არ რა გაცვია შენ? შენ არ ჩამაცვი? მე ჩაგაცვი. მადლობა ღმერთს გაგიპარცავს. მადლობა ღმერთს. რა მოვიდა? მამა ჩემთან რაღაც. რა ვიცი მეკითხე. გააჭირეს ამ ბავშვებმა საქმე რა. თავისი ჭურჭელი ვერ აულაგებია. სულ აალაგე დაალაგე რა. ხშია? არა. მიხოსთან საქმე მქონდა. მაშინ ჩაის დაგისხა. თუ მობრძანდება გადავცემ რომ იყავი. რას მობრძანდება? რას ქვია და იმას ქვია რომ მატყუებს. სულ მატყუებს. ორი დღეა საერთოდ არ გამოჩენილა. ბავშვებს რა უთხრა ისიც არ ვიცი. დადის, აჩხაკუნებს, დაუსრულებლად აჩხაკუნებს. ჯერ იმ დავით გარეთში არა იმდენი. უფ, რა არის ეს რა უბედურებაა რა. კარგი ხო, დაწყნარდი. სულ რაღაც სიზულელებს ვაკეთებ, აღარ შემიძლია ამდენი სიზულელების კეთება, ანდრო. გორში დავდივარო რომ მეუბნებოდა მოწაფეები მყავს უთქვი ყოფილა ჩემ ამხანაგს დაურეკი არ დადი. რას აკეთებ? რა ვიცი რას აკეთებ? მატყუებს გესმი შენ მატყუებს. ესე იგი შეუძლია ადგეს საერთოდ და წავიდეს. გაგიზდი მარიკა, სად უნდა წავიდეს? თქვენზე უკეთესად წავა. წავა. დალია და დაწყნარდი. არ დაწყნარდი. აცადე იმ კაცს. იქნებ რას აკეთებს? ისა შენი მწარე ენის ამბავი რო ვიცი? გააგიჟებდი რაღაცას. ხო, მე გავაგიჟებდი. რა უნდა აქ ამ ტელეფონს? გააჭირა ამ ლიზამ საქმე რა, დაათრეს ტელეფონს და დადის რა, ბატონო. ხმას არ იღებს. მიხოს ურეკავე. კარგი რა, მარიკა. რა საშინელება, ანდრო. სულელი ხარ, იცი? მარიკა. იცი რა მახსენდება ხოლმე ყველაზე კარგად. ბავშვობისას აღარ რო ხდებოდით. მამა და დედა უცბად უხალოდ ჩვენი რო ხდებოდნენ. სახლიდან თითქმის არ გავდიოდით. ვიყავით ესე ერთად წყნარად. გახსოვს ანგინა რო დაგემართა? ახსოვს. ახლოს რო არ მიშვებდნენ. ისეთ საცუდა ვიყავი. ხმაც რო სხვანაირი ქონდა. ჰავ. ჩვენები რო გავიდოდნენ. ახლოს რომ მოგიჯდებოდი. ერთ დღეს გავიღვიძე და შენი ყვირილი გავეგონე. დედას ეჩხუბებოდი თავი დამბანეო. მეც მივხვდი. ალბათ აღარ იყავი. იცი როგორ მეწყინა? საზიზღარი. შემოვედიდი მე მეც მომხვდა.
ესე იგი ღირსი იყავით, ყუილა არ მოგხდებოდა. მე იცი რა მახსოვს? სუნი, ჩვენი სახლის სუნი, იცი? ვაშლის სუნი ხო, იდგა. მეც მახსოვს. ვაშლები გახსოვს? წითელი დიდი ვაშლები. ავად რო გავხდებოდეთ მამას რომ მოქონდა. რაღაც უცნაური დაკაკუნებაც ვიცოდა. სამჯერ მოკლედ და მერე ორჯერ. ხო? ეს. ხო. ვერდები და უფრო მიყვარხარ. მიხარ რომ არაფერი არ უთხრა გესმის? საზიზღარი. თორე გაიწყებები შეკაპო ეტო შენ. თავზე არ მომკიდო ხელი, რამდენჯერ გითხარი? ლიზა, გაბერილო. სალომე. წავედით. წავედით, ჩაიცვით როზე. წესიერად მოიქეცით ახლა, არ გაგიჟდეთ რომ იცით ხოლმე ისე. კაი. კეთათო მოშევდი გარე. რომელი ხარ? შემობრძანდით. აბა დიდი, დამდით ნახოთ ვინ არის. გამარჯობათ. გამარჯობა. ой. არა უშავს, იყოს. მადლობთ. ვინ გნებავთ? დათო მინდოდა. დათო? დიახ. ой, მაგრამ არ არის სახში. არა უშავს, თქვენ დაბრძანდით, დაელოდეთ, მალე მოვა. ой, მე ერთი წუთით დამეწვა. თქვენ დაბრძანდით. დედა ჩემი სიკვდინე. ამას აღარ შეჭამს ბავშვი. აი ასე სუარეულები ვართ. უკაცრავად. დათო ალბათ მალე მოვა. დაბრძანდით, დაელოდეთ. წუთი-წუთზე გაჩდება. ტელეფონი რა გას. დედა ჩემი ალბათ. დადიკიდე გიჩიტე. ალო? ხო, გისმენთ? გაუშვი. ხო, დედა. შენ ყოველდღე რომ არ დარეკო არ იქნება. როგორ ვიქნები? ტელეფონთან მოსვლის საშუალება არ მაქვს. უკაცრავად. ხო, ჩვენი დარდი ნუ გექნება, დედა, დაისვენე შენ. ხო. დედა, გივი მეძახის ახლა ეზოდან. გავიქეცი, ხო? ხო, კარგი. აი, უკაცრავად. გავშიხენ. დედა, ჩემი სიკვდილი რა უქნია ეს? დედა, ღმერთო კი მომკალი. ვაიმე, ერთი წუთი დამიკარგო შეიძლება. ვაიმე, დედა. რა არის ეს გოგო, რა გიქნია? დედა, ჩემი სიკვდილი რამდენი წყალი დაუცხია? დედა, ხომ გთხოვე არ გაეკაროს, არ ეც მანქანას მეთქი, ა? დედა, რატო ვარ ცოცხალი? რამდენი წყალი დაუცხია? დედა, რამდენჯერ უნდა დავაქციოთ იმ ხალხს, თავზე ჭერი. დედა, ჩემი სიკვდილი. ლამაზი ბურთი. დედა, დენია, დენია, ნუ ხვალ მეთქი, რამდენჯერ გითხარი, დედა, რამდენჯერ, რა? ეს გაუთავება ჩაუტენია წყალში. მოდი, რატომ უნდა ვიყო ყოველთვის ასე არეული ღმერთო მომკალი, რატომ? დედა, ჩემი არ მოდი ხარ ჩვენ, ჰა? არა შეეცი. მოდი დედიკო, არიდირო დედა. ხო დედი. შეგაწუხეთ. მოდი შეხე. უკაცრავად. არაფერს. მოვდივარ. გამარჯობათ. რაშია საქმე? რა გიდა? საქმე მაქვს. მე რა თქვი? გეტყვი, წადი და გეტყვი.
უნდა მითხრა ამისთან? ხმა მოიღე, შეთვის არ ამცალია, სამსახურში ვარ. მითხარი რა გინდა? საქმე მაქვს. რა საქმე? რა საქმე მეთქი? ეს მარათი საიდან შენთან? გახსოვს სად დაკარგე? გახსოვს სად დაკარგე? აბა საიდან უნდა მახსოვდეს? გაგახსენებ. თქვი. 6 წლის წინ. 25 ივნის. ღამის 11 საათზე. სადარბაზოში. გადაეტრიეში ახვალო. გადადი მანქანიდან. დაჯექი. მოიტაწერი. მოიტა შვილების პატრონი ვარ. ის ქალი ჩემი ცოლია. რა? მე თითი არ დამიკარებია. ხელი არ მიხლია. შვილებს გეფიცები. ნუ დამღუბავ. გათიშული მთვრალები ვიყავით სამივე. მე არაფერს ვარ შეარავ. გაიგე, 3 შვილი მყავს. გეხვეწები. ცოლი მეოთხეს ელოდება. შენ არ გესმის? კაცი არა ხარ. მესმის. აბა რა შემაწვიდი, რა გინდა ჩემგან მითხარი? მიარა დამიჯერე, მიარა. მე გვერდით ვიდექი, ვაჩერებდი, ვეუბნებოდი, ნუ გააკეთებდი მეთქი, ვაგინებდი კიდევაც. კი მაგრამ სად იყავი ამდეხას? რაღა ეხლა გაგახსენდა მაინც და მაინც. ის ქალი 6 წელია ჩემი ცოლია. ხოდა ძალიანაც კარგი. იცხოვრეთ, რამდენიც გინდათ, 100 წელი გიცხოვრიათ, ოღონდ მე თავი დამანებ. რა გინდა ჩემგან? აღარ მინდა ამის გახსენება, რა იყო, როგორ მოხდა? გინდა ბოდიში მოგიხდი, როგორც გინდა, რანაირადაც გინდა. რაც გინდა. ნუ დამღუპა. მაპატიე. კაცურად გევედრები. შეგონი ამის მერე მეწყნარად ვძინავს? 6 წელია ვერ მოვისმენ. სულ ვეუბნებოდი, ეს ამბავი ბიჭებო, უკან მოგვიბრუნდება მეთქი. არ გამიჯერეს. არ გამიჯერეს. ხალ სურათებს მოიტან. იმათ სურათებს? ხო. რა გინდა? ჭირდება. რას აპირებ? არ მეტყვი. მოხადგვერდის სასაფლაო იცი? ხო, ვიცი. აი ეგ. ტბასთან. რა საათზე? 5 საათზე. მარტო? ხო, მარტო. აი სურათები მოგიდანე. ორივე ქალაქშია? ხო, კი. სად მუშაობენ? ერთი მწვრთნელია. აი, სანაპიროზე რომ აუზია, გუნდს არჩევს. ნაკრებს. ამბობენ კარგი მწვრთნელია. აი, მეორე კი გენერალური დირექტორია. მოწმობა მამეცი. რა გინდა ჩემი მოწმობა? მინდა მამეცი. კაცი არა ხარ. გეხვეწები, ნუ დამუპა, ოჯახი მყავს. 3 შვილი მყავს. მეოთხეს ველოდები, გამიგე რა, ნუ დამუპა. ძელი ხამი თვალი არ მომიხუჭავს. ცოლი რაღაცას ხვდება.
ყველაფერს მოგიყვები, ნუ დამღუპა. გეფიცები, მე არ ვარ დამნაშავე. რა ვქნა ახლა მე? ხვალ მოხვალ 7 საათზე. სამივე. კლდანში ბოლო გაჩერება იცი? აი მის უკან, მიტოვებული სახლია. მეორე სართული. გასაგებია? კი. სამივენი. სამივე? ხო. 7-ზე? ხო. წადექიდან. ისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ხოთუნა მე ვარ. რა, ცუდად ისმის გამარჯობა მეთქი. ხომ გიპასუხე, გამარჯობა. ხოთუნა. გახსოვს? მაშინ წასვლის წინ. აი რაღაც რომ გთხოვე, გახსოვს? გეყოფა. გეყოფა ამდენი ტყუილი ანდრო. რა თქვი? ვერ გავიგე. ცუდად ისმის. ძალიან კარგად ისმის. გეყოფა ამდენი ტყუილი. ახლა გაიგე? ხო, გავიგე. მიწოლა. ხო. ყველაფერი გასაგებია. შენ გაიქეცი. ბროდ გაიქეცი. და საერთოდ მე არ მჯერა შენი. აღარაფრის აღარ მჯერა. დავიღალე ანდრო. ვერ აგიხსნი ახლა ვერაფერს. თან უკანაც ვერ დავიხევ. ან ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე გითხარი, ან საერთოდ აღარაფერი არ იქნება. ხათუნა დამიჯერე. სვანაიათ არ შეიძლება, ჯერ ვერაფერს მომკითხავ. არც გეკითხები, მე აღარაფერს აღარ გეკითხები. მართალი გითხრა, აღარც მაინტერესებს. რაც გინდა ის გააკეთე, როგორც გინდა ისე მოიქეცი. და საერთოდ მე განთავისუფლებ ჩემგან. ჩემზე ნუ იდარდებ, გესმის? აღარ დარეკო. გაიგე? თუ გავიმეორო. რატომ? შენ რა არაფერი არ გაიგია? რა უნდა გამეგო? რა უნდა გამეგო? თხოვდები. აღარ დარეკო. საათი მზადები გენაცვალე. წავიდეთ. მოიცადე. მოდების სანახავად მივდივართ. ყველა გრო უშაშოთ გავიშოთ საწავად. ჩემზე არაფერი არ გითხრიათ? არაფერი. შაში გააქვთ? არა. მაშინ არ შეიძლება. მაგალითი აქ არის? აქ არის. ბონდო. დიახ. ხო და იმანიც ის რა. ბონდოს უნდათ გავიშოთ? გავში. მე მზადე გენაცვალე. საღოლ.
Букеты цветов, скрепленные на плече, они позволяют как бы акцентировать внимание, собрать как бы в себе весь свет. А в этих моделях, выполненных из ткани с черно-белым рисунком, вот та воплощенная элегантность, которая как бы женщину всегда отличает. Вы знаете, что женщина возраста элегантности не позволяет себе экспериментов. Она утверждает собой стиль, являясь образцом для подражания молодежи. Вы знаете, как бы мне хотелось видеть на улицах наших городов вот так просто элегантно одетых женщин. Представляя новую коллекцию в Нью-Йорке, мне хотелось дать возможность людям познакомиться с удивительным искусством, которое скрыто в нашей природе. И вот сейчас вы станете свидетелями этой вакханалии фантазии, вакханалии форм, композиций, неожиданных каких-то вариаций, коль скоро это, пожалуй, является для художника очень важным откровением. Пожалуйста. Каждая тема – это своеобразный образ, настроение, вызывающие симпатии какие-то интересные ощущения миража. То есть самые неожиданные могут возникнуть образы при созерцании этой группы моделей одежды. Самое главное, что здесь есть моменты выражения нового взгляда на искусство одежды. Раз ситвит хом შვენიერია ბატონებო. Браво! 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 მოხარული ვარ, აქ რომ ხედავთ, მოხარული. Браво! Браво! ხომ კმაყოფილი ბრძანდებით? ხომ ნასიამოვნები ხართ? Браво! 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 არ ველოდი. შესანიშნავია. შესანიშნავია. ძალიან მომწონს. როგორი კმაყოფილი ბრძანდებით, გიორგი კონსტანტინოვიჩ? მადლობ, ჩემო ბონდო, მადლობ, მაგრამ მომაცილე შენი მეპედოდოფალი აქედან თორე არ ვიცი. ჭირი მეშერი. შენ გაგიმართ. რას გავს ეს ბატონო ბონდო, ამდენი ხანია გელოდებით და ერთი მოსაწევი ვერ გვაღირსეთ. აი, დაუპატიჟებლად მოგვიხდა ბატონო მოსვლა. ისე რამე ხომ არ დაგვიშავებია, ხომ ყველაფერი რიგზეა. ყველაფერი რიგზეა ბატონო ანდრო, ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ახლა როგორ გადაბრძანდი აქედან? სადმე? ძალიან ხო. სადმა გადაუბრძანდე, აბა სად? რა მე ისე. მაგრამ არის ნუ შენ მაგაც. მაგის გაუკეთებელი არ არსებობს ამ ქვეყანაზე არაფერი. რომ კვდებიან ტელევიზორების და ვიდეოების ხიგინი. ერთი კაი სამსახური ჩემზე იყოს. მე ვიგიტრავ, არ ვიცი მე. იცით რას გეტყვით ბატონო ბონდო? მე მშვენივრად გძნობ აქ თავს და აი ამათ თუ გადასვავთ სადმე სხვაგან, დიდად დამავალებთ. А сейчас мы прощаемся с вами. Спасибо вам огромное за ту радость общения, за те улыбки, за те аплодисменты, которые одарили нас в сегодняшний вечер. От всей души, от всей труппы огромное вам спасибо. Остаток вечера нам бы хотелось провести сегодня вместе с вами. ვირფასო მეგობრებო. როგორც ხედავთ აქ ამ დარბაზში თავი მოუყრია ჩვენი ქალაქის ულამაზეს უმშვენიერეს მანდილოსნებს. ძნელია მათ შორის საუკეთესო სამორჩევა, მაგრამ ჩვენი საღამოს მიზანია მაყურებელთა შორის უმშვენიერესზე უმშვენიერესი დაასახელოთ. ვიდრე ჟიური თავის გადაწყვეტილებას გაგვაცნობს, ნება მომეცით გავიხსენოთ ჩემი შემოქმედებითი წარსული.
ეხომ ერთ დროს და შემოგთავაზებთ პატარა სიურპრიზს. Bésame mucho, como si fuera esta noche la última vez. Bésame, bésame mucho. Quiero perder otra vez. La 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 la. La 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 la. La 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 la. Я спешу поздравить вас. Я очень счастлив. Поздравляю вас. Поздравляю. Мадлов. ახან ასეთი ამბავია, მივესალმოთ ჩვენი საღამოს გმირს ბატონ ბონდოს და მის მშვენიერ დედოფალს. არასოდ ვახია. რომი დავიღუპეთ. მუსიკაში. ანგო. დედოფალო. მარანდრო. არ მიეციო ყოლადღე ლაცე. ანდრო. Извините. Андро. მოდიაქ. უკაცრავად შეწუხებისთვის. ინსტიტუტში გნებავთ მოწყობა. არ მნებავთ. ბატონი ბონდო. შექმნა გნებავთ? არ მნებავთ ბატონი. ბატონი ბონდო. იგენაც ანტიკვარიატი არ გაინტერესებს? მიმართეთ ბატონ ბონდო. მადლობთ. არის ჯერ
დაგმართიანაცადე დედას უდირებ ყველას დავხედი ონდა მაგალათია დამაცადე შემიძლია გოგი, ჩემთან მოდის სახლში. დარიჯანს ელაპარაკება, ბავშვებს, აღარ შემიძლია გაიგეთ. მეშინია. გუში ჩემთან სამსახურში იყო, გავგიშდები. არ შემიძლია. ხამით ბოდავ რაღაცეებს, მესიზმრება. არ შემიძლია გაიგეთ თქვენ. მარტო მე რატომ მითხარით? მოიცა, ვისი ღიაბარათი აქვს? ჩემი. ამაშია საქმე. კი, მაგრამ სამივენი იქ არ ვიყავით. მე იქ არ ყოფილვარ. ჰა? როგორც თუ არ ყოფილხარ? აი ასე არ ყოფილვარ. გოგი გესმის რას ამბობს? გამოდის რომ მარტო მე და შენ ყოფილვარ. და საერთოდ მაგ ბინძურ საქმეში ნუმრებ გესმის? ბინძურ საქმეშიო არა? სუფთაგიდა გამოხვიდე, იმიტომ რომ აფრიკაში მიდიხარ არა? შეახვარო შენ. შენ ცოტა ჭკვიანად იყავ, შენ რა შუმად. დიახ, გისმენთ? გამარჯობათ ბატონო სერგო. დიახ, მუშაობთ, ასეთია ცხოვრება. ხვალამდე. კარგად ბრძანდებოდეთ. რა ამბავში ხარ შენ? გველოდება? უკვე ნახევარი საათია გოგი. ვიგვიანებთ. ხო და დაგვიანება არ ვარგა. ასედაც არ წამოვალ აფერისტია ვიღაცაგაც. კარგით რა, არ გინდათ ეს ლაპარაკი. იმ გაჭირდება ფული და უნდა მივცეთ. ანდრო დაგვიანებისთვის უნდა გვაპატიო. იცი, შენ ერთი პატარა ბარათი გაქვს, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. ხო და უნდა მოგვიდო. ეხლა ამაზე უხერხული კია, მაგრამ 5000 მე მგონი კარგი თანხაა. კარგი. რა? კი ბატონო, 10 იყოს. რა? 10 ცოტაა? მაშინ შენ თვითონ თქვი, რამდენი გინდა? ხო, თქვი. 10 ცოტაა რა. აბა რამდენი გინდა შეთამბალო? გემო, რამდენი გინდა შე ამოი? არ გიგვაგისი, რამდენი გინდა?
დავიჭარა. Ջումատ Ացմարդի Բաբադի Անդրո Ուգացրավատ Անդրո Ես არ განმეორდება Գիսմետ Խա Ისევიქ შვიდზე ისევიქ თანხა 10 კარგი ოღონდ მარტო მოხვალ მოწმეების გარეშე ანდრო შუქსავად ეხსედით მაპატე ანდრო რომ გაწოხებ წამოდი რა სახლში შენ ხო იცი რა ყველაფერი სისულელია რაც გითხარი ხო იცი მე შენს მეტი არავინ არ ამყავს. წამოდი რა ძალიან აკთხო. ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა. რაც გინდა ის გააკეთე, სულ თავისუფალი ხარ. ხმას აღარაფერზე არ ამოვიღებ. წამოდი ძალიან აკთხო. გთხოვ. ანდრო ფარდები დავკიდე სახლში ახალი მე იმ სახლში მემბრუნებელი აღარა ვარ ანდრო გავკიშტე თელი დღე დავდივარ სახლში მარტო ოთახიდან ოთახში მამაღლა გელაპარაკებ. მე ვიცი ყველაფერი ჩემი ბრალია. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, ოღონდ მოკვდები მე უშანოდ. ხმა მოიღრა მე მითხარი გთხოვ. Adi შენ ახლა სახლში. მე მოვალ. ხვალ. და აღარ წახვალ? არა. წადი რა.
სად გააჩერა, ნახე რა. დეგენერატ. რა არის მართლა, სად გაგიჩერებია ეს მანქანა? ანდრო! 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 ანდრო, აი ჩვენ ფული მოვიტანეთ. აქ 10-ია. გუშინელი უნდა გვაპატია. დაგვიბრუნე ბარათი. რას ეხვეწები, აიღე ბარათი რომ ავედით. გთხოვთ. ლოგინთან. ლოგინთან? ნახე. ვიდი. სად უნდა ვეძებო? შეფოთე. ეს დაფცინის ხო იცი? კარგია. საინტერესოა. ანდრო. ეძებე! ანდრო! ანდრო, შენი წირი რა? ანდრო, თუ ხარა, კაცი არა ხარა. ანდრო, ეხა სადოწევნო აქ ანდრო. კარგი. გაბიცნობ ყველაფერს, თუ მესური ანდრო, ოჯახი მყავს ანდრო. თუ დამოგუპავ ანდრო. აი ესი რა შეცეცხლია. აი ხედე დაგვანები თავი. ადექი რა ესი რა გადაუყარდო. ხო ვიცი რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. თუ მესური ანდრო. გაბიცნობ, ოჩოშილი მყავს, ყველაფერს მოგიყვები მისხალ. თუ მესური ანდრო, ანუ ბერიზარ მოხდებოდა დანიჭაის დაწესებები რომ არ ჩამოსული ხდა. კაცი დამადაიქი ანდრო. ანდრო, თუ მესური იქი ახლოს ცხოვრობდი. მასალა შეიძლება მოცული ყავი.
მერე მომიყო, მერე რა იყო? მერე დავით აღმაშენებელმა ბრძოლის წინ შეკრიბა ლაშქარი და უთხრა თავის მეომრებს. ეჰა, მეომარნო ქრისტესანო, თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ყურიც ვმიმდევართ, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ ხელების ცისკენ აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ. ხო. კარგი. მოდი ახლა შენ დაიძინე. ხო? ხო.